მოდის ვირთასო სენელებო და მეგობრებო, დღეს შემოგთავაზებთ გუშინდელი ვიდეოს მეორე ნაწილს, რომელიც ეხება ტარტარიის ცხოველებს და საერთოდ ტარტარიას. 1920 წლებში საბჭოთა კავშირში ატარებდნენ საიდუმლო ექსპერიმენტებს პროფესორ ილია ივანოვის ხელმძღვანელობით ადამიანების და მაიმუნების სიჯვარედინებაში, რა სჭირდებოდა მთავრობას, რომელმაც გადაიტანა რევოლუცია და შიმშილი, საბჭოს ფულის დახარჯვა ამდაგარ კრებებზე. მე მინდა თქვენ გითხრათ, რომ სოხუმში იყო პიტომნიკი, სადაც ჩამოიყვანეს, არ მახსოვს საიდან, არ ვიცი, ბრაზილიდან თუ საიდან, ასობით შიმპანზე და ატარებდნენ იქაც ამდაგარ ცდებს. ამის შესახებ ვიდეოცა დადებული ინტერნეტში. მე თავი შევიკავე მაგ ვიდეოს გადათარგმნისგან. იმიტომ რომ ჩავთვალე, რომ ჯერ არ იყო საჭირო ამ თემაზე საუბარი. ძალიან რთული მოსასმენია. მაშინ გავაგრძელოთ. პასუხი იმალება მოპოვებულ ტარტარიის საბუთებში. ახალი ხელისუფლება ცდილობდა აღედგინა ტექნოლოგიები, მოსამსახურე მუშა არსებების შესაქმნელად. იმ კინოკეფალიებისა და გრიფონებისა, ანუ ფასკუნჯებისა, რომლებიც ოდესღაც ემსახურებოდნენ იმპერიას. მათ უნდოდათ მიეღოთ არსებების ჯარი, რომლებიც იქნებოდნენ ადამიანზე ძლიერები და იქნებოდნენ ნებას ჩამორთმეული. ეს უჩვენებს იმას, რომ ტარტარიის ცოდნა უკვალოდ არ გამქრალა. ის ცოდნები გადავიდა მათ ხელში, ვინც დღეს მართავს მსოფლიოს. კაცობრიობის წინააღმდეგ მოლაპარაკება კაცობრიობის წინააღმდეგ ხლართვა საქმეებისა უზარმაზარია. ჩვენ ჩამოგვართვეს არა მხოლოდ ისტორია, ჩვენ წაგვართვეს მთელი ეკოსისტემა, რომელშიც ჩვენ ვიყავით ღმერთები. ამის მაგივრად ჩვენ ჩაგვამწყდიეს ქალაქებში გარშემორტყმული ხელოვნური ცხოველებით და ხელოვნური მცენარეებით, რომლებიც ნელ-ნელა კლავენ ადამიანს. მაგრამ ძველ ლეგენდებში რატომ წერია, რომ დღესღაც ცხოველები ისევ ალაპარაკდებიან? შეიძლება იმიტომ, რომ მიწის ქვეშ სიღრმეში ჩამარხულია ძველი გენერატორები, რომლებიც ელოდებიან თავის დროს. ხო, რაც მე მინდა ცოტა ყურადღება გავამახვილო მცენარეებზე, რომლებიც კლავენ ადამიანებს. მართალიცა, ბევრი მცენარების შემოიტანეს ისეთი, რომელიც ადამიანის ორგანიზმზე ცუდად მოქმედებს, მაგალითად ყავა, პამიდორი, კარტოფილი, სტაფილოც კი, ველური სტაფილო არსებობდა ბუნებაში და ის იყო ძალიან პატარა. მერე მას გაუკეთეს გემოდიფიცირება. ჩვენ რომ ახლა სტაფილოს ხედავთ, ისეთი სტაფილო ადრე არ არსებობდა და საერთოდ სტაფილო იწვევდა ხალებში, ორსულ ხალებში აბორტებს. ხო, ის ველური საფილო.
პამიდორიც არ იყო ამ ხელა ახლა ჩვენ რომ ხედავთ ეს ყველაფერი არის სპეციალურად გამოყვანილი პამიდორი იყო პატარა ადრე ძალიან პატარა ბევრი საკვები შეცვალეს ძალიან ბევრი დაპირული სიგნალი გამოღვიძებიდან უკვე გაისმა სოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში ხალხი პოულობს უცნაურ არტეფაქტებს სპილენძის პლასტინები იმ არსებების გამოსახულებით რომლებიც იცვლიან თავის გარეგნობას მკვლევარების თვალწინ რა არის ეს ახალი ტრანსფორმაციის საწყისი ან მახედაგებული იმათ მიერ ვინც რომლებაც გაანადგურეს სარდარია ნამდვილი პასუხი დევს გამხრა ქალაქებში რომლებიც იყო უდიდესი იმპერიის სიძლიერე და რაც იქ ნახეს არქეოლოგებმა აიძულათ ისინი გაინადგურებინათ ყველა ანგარიშები და ამოთხრილი ადგილი დაეფარათ ბეტონით და რა ნახეს მაგათმა ციმბირის სიღრმეში და პასუხი დევს ამ დაკარგულ ქალაქებში რომელიც იყო ბიოლოგიური სიძლიერის იმპერია და ეს ქალაქია ქალაქი გნუსტინი დედაქალაქი მაშინდელი გნუსტინი ოფიციალური ისტორია ამბობს რომ ეს მიფიური ადგილ მდგომარეობაც კარტოგრაფებმა გადახატეს ერთმანეთისაგან ხო ესე იგი რუკებზეო რომ ჩანსო მისტიური ფრინველები და ცხოველები ესო კარტოგრაფებმა ერთმანეთისგან გადახატესო დიახ ამ ძველი ტარტარიის რუკებზე რო შეხვალთ ინტერნეტში და მოიპოვებთ მოიძებნიებთ ტარტარიის რუკებს შეიყვანს ამ ძებაში ამ ფრაზას ტარტარიის რუკები თქვენ ამ ძველ რუკებზე ნახავთ ადამიანებს ძველი დროის კარტოგრაფები გამოსახავდნენ მართველებს მიწევისა ცხოველებს თუ სად როგორი ცხოველი როგორი ფრინველი არსებობდა მეც რომ ვაკურდებოდი ამას ყველაფერს მე მეგონა უბრალოდ ისე დახატეს მათი რუკების გასალამაზებლად მეც მასე მეგონა ასეთ რუკებს რომ წავწყდებოდი ხოლმე ალბათ ისე დახატეს მათი გასალამაზებლად და თურმე ესენი აფიქსირებდნენ მაგ დროის მართველებს ამა თუ იმ მიწებისა და მაგ დროის ფრინველებს და ცხოველებს ბევრი შეხვედრია ასეთი რუკა მაგრამ 2023 წელს ტომსკში საჭირო ცენტრის აშენების დროს მუშები წააწყდნენ აგურის სვეტს 8 მეტროს სიგრძეში. როდესაც არქეოლოგები დაიშნენ დაბლა, მათ აღმოაჩინეს არა მხოლოდ სარდაფი, არამედ მთელი ქუჩა. ფასადებით, სახლებით, ფანჯრებით, ის კი არა მაღაზიას რო აქვს წარწერები, მაღაზიის ზევით რომ კიდია, ასეთი წარწერები იყო ნანახი, ოღონდ გაუგებარ ენაზე. ჭერის სიმაღლე ამ ოთახებში აღწევდა 6 მეტროს. კარის სიგანე იყო იმხელა, რომ იმაში თავისუფლად შეიძლებოდა გატეოდა თანამედროვე სატვირთო მანქანა. მაგრამ ყველაზე უცნაური კედლების მასალაა. ეს იყო არაჩვეულებრივი გამომწვარი აგური, რომელიც შეიცავდა სპილენძს და კვარცის სილას. კვლევარებმა ანახა, რომ მასეთ კედელს შეუძლია
გაატაროს ელექტროსიგნალები და შეუძლია რეზონირება სიხშირეზე 7.83 მეასედი გერცი. ეს არის უბრალოდ ეს იყო უკვე, იმიტომ რომ მიწის შუმანის სიხშირე ახლა მეტია, მაგრამ ადრე იყო 7.83 მეასედი. დიდი ხანი ამ დონეზე იყო. და მაშინაც იმ დროსაც იყო 7.83 მეასედი გერცი შუმანის მაშინდელი რეზონანსი. ახლა მეტია, ძალიან ბევრად მეტი, არ ვიცი ზუსტად, იმიტომ რომ იცვლება. ტარტარია აშენდა თავის ტარტარია აშენებდა თავის ქალაქებს როგორც გიგანტურ რეზონატორებს, რომლებიც აწყობდა ბიოლოგიურ სისტემას ადამიანში და ცხოველში. იდეალურად მუშაობდა. ეს სისტემა იდეალურად მუშაობდა. მარტო ადამიანებზე და ცხოველებზე კი არ ახდენდა თავის ბიოლოგიურ გავლენას, აწყობას, არამედ მცენარეებზეც. აქ პოულობთ კითხვაზე პასუხს, თუ ტარტარიაში რატომ არ იყვნენ ჩვენთვის ჩვეულებრივი ცნობილი ცხოველები, რომლებსაც ჩვენ ხედავთ დღეს. მასეთი ცხოველები არ იყვნენ, მაგრამ სულ სხვა უცნაური ცხოველები და ფრინველები. ამ ძლიერი ენერგეტიკული ველის გავლენის ქვეშ ბიოლოგია მუშაობდა სხვაგვარად. 1692 წელს ჰოლანდიელი მკვლევარი ნიკოლასი ვიცი აქვეყნებს წიგნს ჩრდილო და აღმოსავლური ტარტარიის შესახებ. ვიცე მხოლოდ მოგზაური არ იყო, ეს იყო ამსტერდამის მერი და ჰქონდა წვდომა ყველაზე საიდუმლო არქივებთან. ჰოლანდიურ ვესტ ინდის კომპანიაში. თავის წიგნში ის აღწერს არსებებს, რომლებსაც მან დაარქვა მიწიერი ნიანგები. მისი სიტყვით ისინი იყვნენ უზარმაზარი ხვლიკები, რომლებიც ცხოვრობდნენ ციმბირულ მდინარეებში და ემორჩილებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. ემორჩილებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ბრძანებებს. ისინი ეხმარებოდნენ მოსახლეობას ტვირთის გადატანაში და იცავდნენ სოფელს ან ქალაქს. იცავდნენ მოსახლეობას. ტარტარიაში არ ყავდათ ცხენები, რადგან მათ ცვლიდნენ არსებები, რომლებსაც დღეს ჩვენ თვლით გადაჯიშებულებს. მილიონი წლების წინ დინოზავრები ან მათი პირდაპირი წინაპრები არ გადაჯიშებულან მეტეორიტის დაცემისაგან. გვეუბნებიან, რომ მეტეორიტის დაცემამ გაანადგურა ყველა ცხოველები, გაანადგურა ყველაფერიო. ისინი იყვნენ ტექნოსფეროს ნაწილი, შედეგად იმპერიისა და დაიღუპნენ მხოლოდ მაშინ, ეს დინოზავრები და მამონტები და უცნაური ცხოველები და ფრინველები დაიღუპაო მეტეორიტის დროს ვამბობენ, არა, ისინი დაიღუპნენ მაშინ, როდესაც იყო დანგრეული ენერგეტიკული ქსელი, ვარსკვლავური ციხე სიმაგრეებისა, მაგრამ ვინ მართავდა ამ არსებებს? ძველ სახალხო თქმულებებში, ციმბირის ძველ სახალხო თქმულებებში ხშირად მოიხსენიება ოქროს ქალი. მე პირველად ამ ოქროს ქალზე გავიგე არხიდან სლავიანური რადიო, სლავიანსკი რადიო. იქ ყვებოდნენ ამ ქალზე. მაგრამ იქ მაინც ვერავინ ვერ გახსნა ის საიდუმლო, თუ რას წარმოადგენდა ეს ოქროს ქალი. ზალატაია ბაბა, ზლატომაია. ისტორიკოსები
მიმჩნევენ ამ ასლს, რომ ის არის ხის კერპი. დაფარული ოქროთი, მაგრამ თუ ჩვენ წავიკითხავთ პირველი კაზაკების ჩანაწერებს, რომლებმაც პირველებმა მიაკლიეს მაგ ადგილს, ისინი აღწერენ სტატუას, როგორც ძეგლს, ხო, ანუ ძეგლს ჩვენებულად. ძეგლი იყო, მაგრამ ცოცხალი ძეგლი, რობოტი ძეგლი. ხო და ისინი აღწერენ ძეგლს, ძეგლი გამოსცემდა ჩასაბერი ინსტრუმენტის ხმებს. თითქოს ჩასაბერი ინსტრუმენტებში ვიღაც უბერავდაო. შეეძლო სახის მეტყოლების შეცვლა და შეეძლო მოკლა მანძილზე მათი ვინც არ მოვიდოდა კეთილი განზრახვებით, ანუ ის ადამიანების განზრახვებსაც კითხულობდა, ადამიანის განწყობას აფიქსირებდა. ერთ წერილში, რომელიც ინახება ტობოლსკის არქივში, პირდაპირ წერია, ეს კერპი სასწაული მანქანაა. თავისი ხმით ცხოველებს მოუხმობს და ხალხს აშინებს, მაგრამ ეს არ იყო კერპი, არამედ მაღალტექნოლოგიური ბიოსფერო, რომელიც კოორდინირებას უკეთებდა მთელი ეკოსისტემას. იმ რეგიონისა. ანუ არეგულირებდა ეკოსისტემას. იმ რეგიონში, სადაც იდგა. ეს ოქროს ქალი იყო კავშირის კვანძი, რომლის დახმარებით ტარტარიის ხალხი მართავდნენ ცხოველი ბიორობოტებით. ის აწვდიდა სიგნალს ან სიგნალებს იმ სიხშირეებზე, რომელსაც გენერირებას უკეთებდნენ მიწისქვეშა ქალაქების მოსახლეობას. მიწისქვეშა გუსტინას, გუსტინის ქალაქის მოსახლეობას და ვინც ეგ ცხოვრობდა ცხოველებსაც. მეორე სიახლე დაკავშირებულია მამონტის ძვალთან. ციმბირში დღემდე რჩება მსოფლიო მხარე, ციმბირი დღემდე რჩება მსოფლიო მხარე, რომელიც აწვდის მამონტების ბივნებს. და მე არ ვიცოდი ქართულად ამ სიტყვის თარგმანი. ბივნი ყოფილა, ახლა შევედი, ახლა ინტერნეტი მაქვს ჩართული და შევედი და ბივნი ყოფილა შუანი და ცალი ბივენ ერთი ყოფილა შუა. პირველად გავიგე ახლა ესმე, შეიძლება თქვენ იცოდით, მაგრამ მე ნამდვილად არ ვიცოდი. კარგი, მოდით გავაგრძელოთ. ოფიციალურად ითვლება, რომ ეს არის ცხოველების ნარჩენი, რომლებიც დაიღუპნენ 10,000 წლების უკან, მაგრამ არის ერთი დეტალი, რომელიც არ ჯდება ამ ამბავში. მე-19 საუკუნეში ტობოლსკში და იაკუტიაში არსებობდნენ მთელი არტელები, რომლებიც მოიპოვებდნენ ახალ მამონტის ძვლებს. მამონტის ახალ ძვლებს უпростоრად. ეს ძვლები იყო იმდენად მაღალი ხარისხისა, რომ მისგან აკეთებდნენ კლავიატურებს პიანინოსთვის და ბილიარდის ბურთებს, რომლებიც არ ყვითლდებოდნენ 10 წლეულების განმავლობაში. ძვალი, რომელიც იდვა მიწაში 1000 წელი, ხდება მტრევადი და იცვლის ფერს. ეს ნიშნავს, რომ მამონტები ცხოვრობდნენ ციმბირში მე-18 და მე-19 საუკუნეში. შეიძლება ითქვას, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში, მე-18 და მე-19 საუკუნის დასაწყისში. სემიონ რემეზივის რუკაზე დამზადებულია
სემიონ რემესივის რუკაზე დამზადებული 7 წელს მდინარე ლენას რაიონში დახატულია სპილოები. რემესოვი იყო პროფესიული კარტოგრაფი და დამხაზველი, ანუ პროფესიით იყო ხაზავდა, დამხაზველი იყო, ის ვერ დაუშვებდა შეცდომას, ის ხატავდა იმას, რასაც ხედავდა თავისი თვალებით. ის ხატავდა მამონტებს, რომლებსაც იყენებდნენ როგორც მთავარ გადამტან ძალას მეგალითიკური ნაგებობების მშენებლობის დროს. ახლა კი დააკვირდით ზამთრის სასახლის არქიტექტურას პეტერბურგში, უზარმაზარი დარბაზები, კარები, კიბეები, სადაც შეიძლება სპილოს შეყვანა, მაგრამ თქვენ ვერ ნახავთ ცხოველების იქ ყოფნის კვალს. იქ არ არის ცხენების სადგომი, არ არის თივის შესანახი, არ არის ნაკლის სუნი, რომელიც ქვაში რჩება საუკუნეების განმავლობაში. სამაგიეროდ ერმიტაჟის სარდაფები ახლანდელი რეკონსტრუქციისა ერმიტაჟის სარდაფებში, როდესაც რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, იყო ნაპოვნი უცნაური გრანიტის ღარები, რომლებიც მიდიან სიღრმეში, ფუნდამენტში. მათზე იგივე შემადგენლობით არის მოპირკეთებული კაფელით, როგორც როგორც გრუსტინაში. ეს ღარები შედიან უზარმაზარ კამერებისაკენ, რომელსაც დღეს უწოდებენ საწყობებს, მაგრამ ამ საწყობებში არ არის ვენტილაცია პროდუქტების შესანახად. სამაგიეროდ არის ნარჩენები იზოლატორებისა და სპილენძის სამაგრეებისა. ეს იყო სადგომები ტარტარიის ბიომანქანებისა. მამონტები და სხვა არსებები არ საჭიროებდნენ საკვებსა და წყალში, ჩვეულებრივ გაგებაში. ისინი იღებდნენ ენერგიას პირდაპირ ამ გრანიტის არხებით, რომლებიც იყვნენ გლობალური სისტემის ნაწილი. უსადენო გადაცემისა, ენერგიის უსადენო გადაცემის სისტემის ნაწილი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მართლა არ საჭიროებდნენ კვებას, როგორ არა. საკვები მაინც მიიღებოდა, იმიტომ რომ მამონტებში, რომელსაც პოულობენ, ამ გაყინვარების შემდეგ იდვა მწვანე ბალახი, რომელიც მამონტებმა ვერ მოასწრეს გადამუშავება. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მამონტები მაინც იკვებებოდნენ ბალახებით და ეს სცენარები, რომელიც იზრდებოდა, კი საკვები თავისთავად იყო. უბრალოდ ხომ იცით მაინც ვიდეოს, როდესაც უსმენ ვინმეს გადათარგმნის, ერთ ამბობს, მეორე აღმოჩნდება. საკვები უსაკვებად ვერ ცხოვრობდა ხალხი, როგორ არა, მაგრამ კი საკვებს იღებდნენ, მაგრამ იმ რაოდენობით არა. იმიტომ რომ მცენარები იზრდებოდა, ხალხი უბრალოდ ესაა, რომ მიწას არ ამუშავებდა. მაშინ არ იყო მიწის დამუშავება. ამ ბიოლოგიური სისტემის დახმარებით, ამ ეკოსისტემის დახმარებით, მცენარები იზრდებოდა ძალიან ჩქარა და ხალხი უბრალოდ იღებდა ამ მცენარეებს და იკვებებოდა. მაგრამ ისინი, როგორც თქვა, ამ ვიდეოს დასაწყისში ავტორმა ხალხი იყო ღმერთებივით, იყვნენ ღმერთები. იმიტომ რომ ისეთ რაღაცას ამ რეზონანსის
ამ სიხშირეების დახმარებით ჩვენი ორგანიზმი იყო დამყოლი და რა ფორმაშიც უნდა იმ ფორმაში იქცეოდა ადამიანი საერთოდ. გაიხსენეთ ზღაპრები, ბევრი ზღაპარი, რომელიც ჩვენამდე დღეს მოვიდა, ქართული ზღაპრები, რუსული ზღაპრები, ეს ყველაფერი არის რეალური ისტორიები სინამდვილეში. ოღონდ შეფუთული ზღაპრის სახით. ევროპულ რუკებზე მე-17 საუკუნისა ციმბირი გამოსახულია როგორც აყვავებული მხარე ქალაქებით, ბაღებით და მრავალრიცხოვანი მოსახლეობით. იქ არ არის მუდმივი გაყინვარება. ციმბირი ახლა არ არის ციმბირში დღევანდელ დღეს ვერ ნახავთ 200-ზე მეტი წლის ხეებს. კატაკლიზმა მხოლოდ კი დაფარა მიწა თიხით, არამედ შეცვალა მიწის ღერძი და ატმოსფეროს შემადგენლობა. ტემპერატურა დაეცა 10 გრადუსით რამდენიმე საათით, ზუსტად მაშინ მამონტები გაიყინა და ამ მამონტების კუჭში აღმოაჩინეს მწვანე ბალახი. თბილი ბიოსფერო კატარიისა იყო განადგურებული მომენტალურად. ხო, ის რომ აღმოაჩინეს ამ მამონტების კუჭში ბალახი, იმას ნიშნავს, რომ უცებ მოხდა გაყინვარება, უცებ დავარდა ტემპერატურა, უცებ და გაიყინა ყველაფერი. ვარსკვლავური ციხესიმაგრეები, რომლებიც მუშაობდნენ როგორც კლიმატური დანადგარები, იყვნენ გამოყვანილი წყობიდან და მსოფლიო ჩაიჭირა ზაფხულის გარეშე წელსში. 1816 წელს მთელი ჩრდილო ნახევარსფეროს გასწვრივ დადგა ანომალური ზამთარი. ივნისში ამერიკაში და ევროპაში წამოვიდა თოვლი, რუსეთში კი შემოსავალი განადგურდა. ოფიციალური მეცნიერება ამაში ოფიციალური მედიცინა ამაში ადანაშაულებს ვულკანს ინდონეზიაში, არ მახსოვს სახელწოდება, რომელიც ამოიფრქვა იმ დროს, მაგრამ ერთ ვულკანს არ შეუძლია გამოიწვიოს აცივება, რომელიც გრძელდებოდა რამდენიმე წელი და სრულიად შეცვალა მცენარეული სამეფო და ცხოველთა სამყარო. ეს იყო მისა მიმართული შეტევა ტარტარიაზე, იმის შემდეგ, რაც ენერგეტიკული გუმბათი დაეცა, ახალმა მეპატრონეებმა დაიწყეს ბიოლოგიური დაყრის პროცესი. ისინი ანადგურებდნენ გადარჩენილ მამონტებს, ხვრიკებს და იმ ადამიანებს, ტრანსფორმერებს, რომლებიც არ ჯდებოდნენ მათ ახალ წესრიგში. ვატიკანის არქივებში არის ჩანაწერი 1818 წლისა. აღმოსავლეთის მიწების გაწმენდა მოსებისაგან დასრულებულია. ახლა იქ შეიძლება დათესო ახალი სიცოცხლე. ახალ სიცოცხლის ქვეშ იგულისხმებოდა ის ცხოველები, რომლებიც მოგვიანებით გაჩნდა ჩვენ ცხოვრებაში. და ეს ცხოველები იყვნენ გამოყვანილი ლაბორატორიებში, რომელიც მასკირებას აკეთებდა, ანუ სინამდვილეში ოფიციალურად ამ ლაბორატორიებს ერქვა ორანჟერეები, მაგრამ სინამდვილეში ეს ორანჟერეები გამოიყენებოდა ლაბორატორიით.
ანუ იქ იყო გათავსებული ლაბორატორიები და ბევრი ვერ მიხდებოდა თუ იქ სინამდვილეში რას ჩადიოდნენ და ეს ლაბორატორიები იყო განთავსებული ამ ორანჟერეების და ზოოპარკების ქვეშ. ანუ ეს ზოოპარკები და ორანჟერეები იყო ისე საჩვენებლად. თუ თქვენ ნახავთ პირველი ზოოპარკის ფოტოებს, რომლებიც იყო ევროპაში, თქვენ შეამჩნევთ, რომ ცხოველები იქ ზილარიან გალიებში, რომელიც გამოიყურება როგორც დეკორაცია ტაძრიდან. ეს მასე მაგიტომაა, რომ მათ ქმნიდნენ გენეტიკური მასალის საფუძველზე, რომელიც ნაპოვნილი იყო ტარტარიის ნანგრევებში, მაგრამ მათ ჰქონდათ გათიშული გონება, გონების გენი. ამ ახალშექმნილ ცხოველებს ჰქონდათო გათიშული გონების გენი და უნარი ტელეპათიური კავშირისა ადამიანთან. ეს წაართვეს ცხოველებს. ადრინდელ ცხოველებს ჰქონდათ მაგალითად შეეძლოთ დაკავშირება ადამიანებთან ტელეპათიურად, ესხმოდათ ადამიანებს და ცხოველებს ერთმანეთი ესხმოდათ. ახლა ცხოველებს გაუთიშენ ეს გონების გენი და ცხოველები გახადენ უგუნო არსებებად. ჩვენ შეგვაჩეჩეს კასტრირებული ბუნების ვერსია, ანუ შეცვლილ ფორმაში. ზუსტად ამიტომ თანამედროვე ცხოველები გვეჩვენება ასეთი უსუსურები. ევროპაში და რუსეთში იწყება ტაძრების და ეკლესიების დანგრევა და ახალი მეთოდით მშენებლობა თავიდან, მაგრამ თუ თქვენ ჩაიხედავთ ძველი ტაძრების ფუნდამენტში, რომლებიც განადგურებას გადაურჩენ, თქვენ ნახავთ არა კერპებს, არამედ იმავე სპილენძის პლასტინებს და კვარცხის რეზონატორებს. ტარტარიას ტაძრები არ იყო ლოცვის ადგილები, ისინი იყვნენ გამაძლიერებლები ოქროს ქალის სიგნალებისა. როდესაც ეს გამაძლიერებლები შეცვალეს თანამედროვე ეკლესიებით, ხალხმა დაკარგა კავშირი მიწასთან და მის ბიოსფეროსთან. ცხოველები გახდნენ ჩვეულებრივი არსებებად. ადამიანი კი იქცა მონად, რომელიც იძულებული იყო ვირივით მძიმე შრომით მოეპოვებინა საკვები. ტარტარიაში საკვები იყო მისაცდომი ყველასთვის, რადგან მცენარეები იზრდებოდა თვითონ სიხშირეების ზემოქმედების ქვეშ, ცხოველებს კი მოჰქონდათ თავიანთი შრომის ნაყოფი ხალხთან თავისით. ბრიტანეთის ადმირალობის საბუთებში არის კიდევ ერთი მტკიცებულება. იქ ინახება რუკები ჩრდილო ზღვებისა, რომლებზეც იყო აღნიშნული კუნძულები, სადაც სინამდვილეში იქ იყო აღნიშნული კუნძულები, რომლებიც არ არის აღნიშნული თანამედროვე რუკებზე და ფოტოებზე, რომლებიც გადაღებულია თანამგზავრიდან. ერთი მასეთი კუნძულიდან რომელსაც უწოდებენ სირენების კუნძულს, კაპიტანი კუკი, ხომ გაგიგიათ კაპიტანი კუკი? ხო,
მას ისა რომ ამ ამბავს ყვება და ერთ-ერთი კუნძულიდან, რომელსაც უწოდებენო სირენების კუნძულს, კუკის ამბობით ამ კუნძულთან ახლა თან დავიბენი მე მაპატიე. ახლა თან დავიბენი. არის ერთ-ერთი კუნძული, რომელიც არსებობდა ერთ-ერთ კუნძულს უწოდებდნენ სირენების კუნძულს. კაპიტანი კუკის ანგარიში ნახსენებია, რომ ამ კუნძულთან მიახლოებისას მეზღვაურებს ესმოდათ მუსიკის ხმა, რომელიც აიძულებდათ მათ შეეცვალათ ფორმა. ანუ სხეულის ფორმა ეცვლებოდა ამ მუსიკის სმენის დროს მეზღვაურებს ეცვლებოდა ფორმა. მათ ეზრდებოდათ ქერქლი, თევზის ქერქლი ან ბუმბული. კუკმა ბრძანა დაეცხრილა კუნძული ზარბაზნებიდან. ესე იგი სირენებიც არ ყოფილა ზღაპარი. 1946 წელს ამერიკელებმა შექმნა სმითსონოვის ინსტიტუტი, რომელსაც მიანიჭეს უფლება ჩამოართვან ნებისმიერი უჩვეულო აღმოჩენები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამის შემდეგ ათასობით გიგანტური ჩონჩხები გაქრა. უნაკლოდ ეს იყო ფინალური გაწმენდა ძველი სამყაროსი, მაგრამ ტარტარიის ცოდნა არ გაქრა, ის შენახულია ჩვენ დნმ-ში და ეს არის ის ადგილი, რომელსაც უწოდებენ დნმ-ის ნაგავს. მეცნიერებმა არ იციან თუ რისთვის არის საჭირო ეს ნაკვეთები დნმ-ისა და მათ უწოდებენ არა აქტიურს. სინამდვილეში ეს არის დაბლოკილი ეს ადგილები, ეს დნმ-ის ადგილი, რომელსაც უწოდებენ მეცნიერები ნაგავს, სინამდვილეში არის დაბლოკილი ფუნქციებისაგან. ჩვენ იქ ხო ჩვენი ორგანიზმის ზოგი ფუნქცია ხო არ მუშაობს. ეს არის იმის ბრალი, რომ ეს ამ დნმ-ის ეგრეთწოდებული ნაგვის ნაწილები არ არის გააქტიურებული. აქ დაწერილია ინსტრუქციები სხეულის ტრანსფორმაციის ჩასატარებლად. ცხოველებთან ურთიერთობისა და ენერგიის მართვისა. მთელი ეს ინსტრუქციები არის ამ დნმ-ის ამ ნაწილში ჩაწერილი. ხოლო თუნდა აქტივაცია. ის მიფიური არსებები, რომლებზეც ვიდეოს დასაწყისში ვახსენებდი, ვართ ჩვენ თვითონ, არა კასტრირებულ ვერსიაში. არა კასტრირებულ ვერსიაში. სიტყვა კასტრაცია. საკვებში დაიწყეს დანამატების დამატება თითქოს პროდუქტის შესანახად, მაგრამ სინამდვილეში ეს კეთდებოდა იმისთვის, რომ არაფერი გავიხსენოთ. რა მოხდება? შუმანის სიხშირე ზრდას რომ დაიწყებს. ამ კითხვაზე პასუხი დენა ანტარქტიდაში, სადაც ფსკელი ყინულის ქვეშ აღმოჩენილია ობიექტი, რომელიც იძლევა სიგნალებს ვარსკვლავების მიმართულებით. მაინც ვინ უნდა დაბრუნდეს დედამიწაზე და ელიტა რატო აშენებს ბუნკერებს? რისი ეშინია დანგრევის მასშტაბი, რომელიც მოხდა მე-19 საუკუნის შუაში, მიუნიშნებს უფრო საშიშ რაღაცაზე. ეს არ იყო უბრალოდ ხელისუფლების შეცვლა, ეს იყო სრული გადატვირთვა ყველა სისტემებისა. 1845 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხდებოდა ხანძრები, დაიწვა ნიუ-იორკი, ჰამბურგი, მოსკოვის დიდი ნაწილები, პეტერბურგის დიდი ნაწილები. ოფიციალურად ხის ნაგებობები იყო და გაუფრთხილების გამო ეს ხანძრები გაჩნდა, მაგრამ ამ ხანძრის შემდეგ ნახეთ ნანგრევები, დააკვირდით ნანგრევებს, აგურის და ქვის შენობები გადაქცეულია მტვრად, გრანიტის სანაპიროები დამდგარია, რკინა კი ჩამოვიდა როგორც სამთელი, ჩვეულებრივი ცეცხლი შეშისაგან
ვერ მოგცემდა ტემპერატურას 1000 გრადუსამდე, რომელიც საჭიროა ქვის დასადნობად. ტარტარიის ქალაქები ნადგურდებოდა მაღალ ტემპერატურიანი იარაღით, რომელიც წვავდა შენობებს ფუნდამენტამდეც კი ფუნდამენტსაც კი არ ტოვებდა, მხოლოდ ტოვებდა ცარიელ კოლოფებს. და აი ამ დროს ქრება ის ანტენები და რთული რკინის კონსტრუქციები სახურავებიდან. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს იყო მეხის ჩასამიწებელი ან უბრალოდ ბაროკოს სტილში შექმნილი სამკაული, შენობების სამკაული, შენობების არქიტექტურა. ხანძრების შემდეგ მათი ადგილი დაიკავა ჩვეულებრივმა ფეჩის მილებმა. ფოტოზე 1840 წლისა ქალაქის თავზე არ არის კვამლი, თუმცა ოფიციალურად რომ უსვინოთ ოფიციალურ თანამედროვე მეცნიერებას ყველაფერი თვებოდა ნახშირით და შეშით. 1860-იან ფოტოზე კი ძალზე შეინიშნება კვამლები, რომლებიც ამ ღუმელიდან ადის. იმ დროს ესე იგი უკვე იყო ღუმელები და 1840 წელს არ იყო ღუმელები. ღუმელები შემოიტანეს 1860-იან წლებში და ეს იმას ნიშნავს, რომ 20 წლის განმავლობაში კაცობრიობა გადაიყვანეს უფასო ატმოსფერული ენერგიიდან ფასიან და ბინძურ ენერგიაზე. მაგრამ ენერგიასთან ერთად წავიდა ბიოლოგიური კვება. ხალხმა მასიურად დაიწყო ავადმყოფობა. ზუსტად მე-19 საუკუნის შუაში ჩნდება ასეთი დაავადებები, როგორც შაქრის დიაბეტი და ონკოლოგია და სისტემური დეპრესია. ტარტარიაში ესენი არ იყო, რადგან მაღალსიხშირიანი ფონი, რომელიც მოდიოდა შენობებიდან, რეზონატორებისაგან, მაღალსიხშირიანი ფონი, რომელიც მოდიოდა შენობებიდან, რეზონატორებიდან, შენობები შეშენდებოდა, რომ რეზონატორები სროლს ასრულებდნენ. და ეს მაღალი სიხშირე მოდიოდა ამ რეზონატორებიდან და მუდმივად არემონტებდნენ ორგანიზმის უჯრედებს, ადამიანის და ცხოველების და მცენარეებისაც. 1853 წელს შეიქმნა წითელი ჯვარის ორგანიზაცია. ოფიციალური ვერსიით ეს ორგანიზაცია ახდენდა ველს დაჭრილების დახმარებას ომის დროს. არაოფიციალური ვერსია კი შედგებოდა იმაში, რომ უცნაური აქტივობა შეინიშნებოდა მათ მხრიდან. ისინი იმდენად არ ყურნავდნენ, რამდენადაც ატარებდნენ მასიურ გაზომვეს სხეულის პარამეტრებისა გადარჩენილი მოსახლეობის. აფიქსირებდნენ სიმაღლის, თავის ქალის ფორმას, თვალების ფერს და თმების სტრუქტურას. ეს იყო გლობალური ინვენტარიზაცია კაცობრიობისა კატასტროფის შემდეგ. ვინც ფლობდა ძველი სისხლის სიმპტომებით, არაჩვეულებრივი სიმაღლით ან უნარით იმპათიისაკენ მიყავდათ გაუგებარი მიმართულებით. ამ დროს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იხსნება ფსიქიკური საავადმყოფები, რომლებიც უფრო ჩამოგავდა ციხეს. იქ ხდებოდა ის ხალხი, რომლებსაც ახსოვდათ ტარტარია ან შეინარჩუნეს უნარი ტრანსფორმაციისკენ. ისინი ცხადდებოდა გიჟებად და მათზე ატარებდნენ სასტიკ ექსპერიმენტებს. 1860 წელში 1860 წლის დოკუმენტი არსებობს, სადაც აღწერილია უდიდესი გადასახლება, რომელიც ნაპოვნია შიდა საქმეების სამინისტროში არგენტინაში. შიდა საქმეების სამინისტროს არქივებში, ერთ-ერთ ევროპული მონარქული ქალაქში. იქ წერია
საჭიროებაზე ჩაასახლონ ცარიელი სივრცეები აღმოსავლეთიდან ახალი მოსახლეობით, რომლებსაც მეხსიერება ჩამორთმეული აქვთ წინა წესებთან დაკავშირებით. ეს იყო იმ დროს, ეს იყო ის დრო, როდესაც ობლების მატარებლები დადიოდა, რომელზეც ადრე ვამბობდით ვიდეოში, იყო ნახსენები ამ ობლების მატარებელზე, სადაც მილიონი ბავშვი, რომლებიც დარჩენ მშობლების გარეშე, ხანძრების ეპიდემიების შემდეგ წვრთავდნენ ამ ვაგონებში, ამ ბავშვებს წვრთავდნენ, ამ მილიონ ბავშვს ამ ვაგონებში და აგზავნებდნენ რუსეთის, ამერიკის სიღრმეებში, ავსტრალიაში. მათ აძლევდნენ ახალ სახელებს, გვარებს და ახალ ისტორიას. მასე იყო შექმნილი ახალი ცივილიზაცია. ხოლმე ახლა მოგიყვებით თქვენ მაგალითს, მე ხშირად ვახსენებ მაგალითად ვიაჩესლავ კატლაროს, მისი ბებია ყვებოდა. ხო, აი მისი ბებია იყო ერთ-ერთი ამ ობოლი ბავშვებისაგან, დიდი ბებია და ის ყვებოდა, რომ მე მშობელი არ მახსოვს, რომ ჩემი მშობელი არისო ღმერთი, ანუ ეს ბავშვები ისე დაამუშავეს, რომ ბავშვები თქლიდნენ, რომ მათი მშობელი იყო ღმერთი მხოლოდ. დიდი ბებია, არც ესე იგი, არც ესე შორს იყო ეს ამბავი. ბავშვები ვერ მოყვებოდნენ სიმართლეს. უფროსები კი, რომლებსაც ახსოვდათ ეს ამბავი, იყვნენ ან განადგურებულები, ან იყვნენ საგიჟეთში მოთავსებული. კონკრეტული ობიექტი, რომელიც ამტკიცებს ამ თეორიას, განლაგებულია ჩინეთში, შენსის პროვინციაში. მისი სიმაღლე აღწევს 300 მეტრს, რაც ორჯერ უფრო მეტი მაღალია, ვიდრე ხეოფსის პირამიდა. ჩინელი მმართველები 10 წლეულების განმავლობაში მალავდნენ მის არსებობას. პირამიდის გარშემო, ამ თეთრი პირამიდის გარშემო ირგვლივ გავდნენ ხეებს, რომის გამოიყურებოდეს როგორც გორაკი, მაგრამ თანამედროვე ფოტოზე მაგრამ თანამგზავრებმა ფოტო გადაიღეს და ეს საიდუმლო გაიხსნა. ამ პირამიდის გარშემო განლაგებულია უფრო პატარა ნაგებობები, რომლებიც ქმნიან გიგანტურ სქემას. იდენტური განლაგება ვარსკვლავების თანავარსკვლავად ორიონისა. ანუ ეს პირამიდა თვითონ თეთრი პირამიდა 300 მეტრიანია, მაგრამ ის გარშემო არის უფრო პატარა ნაგებობები და ისეთი და ეს ყველაფერი განლაგებულია სქემის მეშვეობით, როგორც სქემა და ეს სქემაო განლაგებულია ისეო, როგორც ორიონის თანავარსკვლავედის ვარსკვლავები. 1945 წელს ამერიკელმა პილოტმა ჯეიმს გაუთვანმა გადაუფრინა ამ ადგილს და ამბავი მოიტანა თეთრ ბრწყინვალე ქვაზე, რომელიც აგურგუნებდა ამ თეთრი პირამიდის კენწეროს. ეს არ იყო მხოლოდ ქვა, არამედ ეს იყო გიგანტური კრისტალი, რომელიც იყო მთავარი გადამცემი ენერგიისა მთელი აღმოსავლური ტარტარიის ნაწილში. როდესაც ეს კრისტალი იყო დამტრეული ან მოპარული, აზიის ბიოლოგიური ქსელი დაირღვა და ქალაქები გადაიქცა სასაფლაოდ. ადამიანის ფიზიოლოგიაც შეიცვალა. მთელი მსოფლიოს მუზეუმებში ინახება მეომრის აბჯარები მე-14-მე-15 საუკუნეებისა. ისინი არის დიდი ზომის. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ადრე ხალხი იყვნენ პატარები, მაგრამ რომ დააკვირდები ამ აბჯარებს, ხმლები იწონის 10-15 კილოგრამს, ან თუ დააკვირდებით უზარმაზარ ორმაქვს ნაჯახებს. თანამედროვე ადამიანი ვერ შეძლებს ამ იარაღით ეფექტურად ბრძოლას. შეიძლება 5 წუთზე მეტი
ვერ გაუძლოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ვინც იყენებდნენ ამ იარაღებს და აბჯარს საერთოდ აბჯარის შემადგენლობას ფლობდნენ სხვაგვარ კუნთოვან სტრუქტურებს. ტარტარიაში ხალხი გავდა ატლანტეს წყობით. ენერგეტიკული სისტემის ქსელის დარღვევის შემდეგ, ხორცის კვებაზე გადასვლის შემდეგ ადამიანის სხეულების დეგრადირება ადამიანის სხეულებმა დაიწყო დეგრადირება ჩვენ გავხდით სუსტები და დამოუკიდებელი წამლებზე. 1912 წელს შტატ ვისკონსინში იპოვეს 18 ჰიგანტების ჩონჩხი, რომლებსაც ჰქონდათ კბილების ორი რიგი და წაგრძელებული თავის ქალები. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ინტერნეტში ბევრჯერ ვნახე მე ისეთი ამბავი, ვიდეოს წავაწყდი, გვანახეს მოზარდი, რომლებსაც ჰქონდა ორი წყვილი კბილები. ორი წყვილი კბილები, როგორც აი ამ ატლანტებს. ხო, ორი წყვილი კბილები. და ბელს კბილები ეზრდება პირის ღრუში მთლიანად. კი არის ესეთი შემთხვევებიც. შემდეგ ამოსაც ერთი წყვილი კბილები ამოუღეს. ანომალიად დასაკვირველია თანამედროვე მეცნიერებამ ეს ჩათვალა ანომალია და ეს სინამდვილეში ანომალია არ არის. ადრე მასეთი ხალხი არსებობდა. სმითსონოვის ინსტიტუტის არქეოლოგებმა უცებვე ჩავიდნენ იმ ადგილზე და ჩამოართვეს მოპოვილი არტეფაქტები ადგილობრივ არქეოლოგებს და ისინი საჯაროდ არასდროს გამოჩენილან ამის შემდეგ. ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ეს იყო ინდიელების სასაფლაო, მაგრამ ინდიელებს არ ჰქონდათ ორი წკრივი კბილები და მოგრძო თავის ქალები. ისინი იყვნენ ტარტარის ადამიანების ჩონჩხები. მათი არსებობა არღვევდა დარვინის თეორიას, რომლის აქტიური ჩანერგვა დაიწყო იმ დროის სკოლებში. მათ უნდათ ჩვენზე დაემალა ჩვენი ჭეშმარიტი წარმოშობა. 1870 წლიდან ხდება უჩვეულო მოვლენა, ხდება ქალაქების დამიწება. 1870 წლიდან. კი, ამ პერიოდში 1868 წლიდან სადღაც 1713 წლებში ხდება წყალდიდობა, გლობალური წყალდიდობა, რამაც გამოიწვია ამას მე გეუბნები თქვენ სულ სხვა წყაროდან. ხო, მე დადებული მას მაქსიმოვის ვიდეო ამ წყალდიდობასთან დაკავშირებით. ეს თემა ეხება რუსეთში ამ წლებში, რომელიც მე თქვენ ახლა ჩამოგითვალეთ, წყალდიდობაზე და კასპიის ზღვა გადმოვიდა, შეუერთდა შავ ზღვას. ხო და მაქსიმენკომ ეს დაუკავშირა დარიის ჩაძირვას. იმ დროისთვის დარია ამ წყალდიდობამდე დარია მართლა არსებობდა ჰიპერბორეა. და ყველას გონია, რომ ეს ამ წყალდიდობების გამო, როგორც შედეგი, მოხდა კი, როდესაც ეს ტალახენი წყალი ფარავს შენობებს, ის მერე რო ქვაბდება, შენობები რჩება შიგ, კი, მაგრამ ავტორი ამ ვიდეოსი ამბობს, რომ მაინც 1870 წელს ეს უკვე წყალდიდობის პერიოდი დიდი ხნის უკან წარსულში ჩარჩა ამ თარიღამდე, ხო? და მართლა უჩვეულო მოვლენაა და რატო უწოდებს ამას უჩვეულო მოვლენას ავტორი ამ ვიდეოსი? ეს არ იყო ჩვეულებრივი ტალახიანი მოტანა, ტალახენი წყლის მოტანა მდინარეების მიერ ქალაქებში. არა, თიხის და სილის სისქე,
რამდენიმე მეტრით იდებოდა თანდათანობით, თანაბრად და ავსებდა პირველი სართულებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ერთდროულად. ხო, რაც შეეხება ამ ტალახიან წყალს, წვიმას, მე არ ვიცი აქეთ, მაგრამ იმ მომენტში მე ვიყავი აფხაზეთში და წამოვიდა ერთხელ წამოვიდა ტალახიანი წვიმა. ისეთი ტალახიანი, რომ ბევრმა ფეხი მოიტეხა, ფეხი დაუსრიალდა. და მე მიკვირდა, მე მიზეზი არ ვიცოდი იმისათა, რომ როგორ უნდა წამოსულიყო ციდან ტალახიანი წყალი. თუმცა მაინც ჩვეულებრივ ამბავად მივიღე ეს. და რა ხდება სინამდვილეში? ახლა გაიგებთ სიმართლეს, თუ როგორ ხდება ტალახიანი, როგორ ჩნდება ტალახიანი წვიმა საერთოდ. მკვლევარები ამას უწოდებენ ტალახიან ნიაღვარს. მაგრამ საიდან მოვიდა ამდენი ტალახი? ეს არის იონოსფერული იარაღის გამოყენების შედეგი. ხო, ახლა ყურადღებით მომისმინეთ. არის ასეთი ვერსია, რომ იქნა გამოყენებული იონოსფერული იარაღი. ანუ რა ხდება? ძლიერი ენერგეტიკული დარტყმამ გამოიწვია სითხის კონდენსაცია. ატმოსფეროში ხომ არის სითხე, სინესტე წყალი და მოხდა ამ სითხის კონდენსაცია და ამ ტვერის ამასთან ტვერის კონდენსაცია, ეს სითხე და ეს თორი გამოიყო ატმოსფეროს და დაიშვენ ტალახიანი წვიმის სახით. ხო და როდესაც მე ეს მოვისმინე, როდესაც ვაკონსპექტებდი ამას, ჩვენთვის ნათელი გახდა თუ საიდან მოვიდა ტალახიანი წვიმა იმ დროს. არ არის გამორიცხული, რომ მე ხომ გეუბნებოდი თქვენ საერთოდ ხშირად მას ვახსენები, რომ ხდება ომები ორბიტაზე, შეიძლება დედამიწის დაბალ ორბიტაზე და საერთოდ კოსმოსშიც, მაგრამ კოსმოსი იმდენად არ იმოქმედებდა. და როდესაც ენერგეტიკური იარაღი აქვენ გამოყენებული, ეგენი ხო ბრძოლობენ დღეს ატომურ და ბირთვულ და იმას ჩვენებური იარაღს არავინ არ იყენებს. დღეს ისეთი მაღალხარისხიანი იარაღები აქვთ კოსმოსში და შეიძლება ამ ენერგეტიკულმა ბრძოლამ, ამ ერთ-ერთი ბრძოლის დროს იქნა გამოყენებული ეს ენერგეტიკული იარაღი, რომელსაც გამოიწვია ტალახის და სილის და თიხის, სილის და ამ წყლის კონდენსაცია. და ეს სამი ინტეგრირება არის ერთმანეთში და ამ ტალახიანი წვიმის სახით ჩამოგვივიდა ჩვენ დედამიწაზე. სხვაგვარი ახსნა არა აქვს ამას. ეს იყო გაწმენდის ფინალური ეტაპი. მაგრამ ხო, რათა დღეს ახლა გაწმენდი ადამიანები რომ გაიწმინდათ, მაგის გამო არ იქნებოდა ეს შემთხვევით მოხდა ეტყობა, თორე არ შეწყდებოდა. ეს ის ერთი მომენტი იყო, რომ ტალახიანი წვიმა წამოვიდა, მოდიოდა 2-3 დღე წვიმდა ამ ტალახიანი წვიმით. მგონი, თუ არ ვცდები. არა, ტალახიანი წვიმა რო იყო, ემაში კი არ ვცდები. რამდენი დღე იყო ეს, არ მახსოვს ზუსტად. 2 თუ 3 დღე. მაგრამ აქ შეგნებულად იყო ეს გაკეთებული. ტატარის ქალაქები ცოცხლად იყო დამარხული ტექნოლოგიებთან ერთად და იმ არსებებთან ერთად, რომლებიც იქ ბინადრობდნენ. და სხვათა შორის უდაბნოები მე-18 საუკუნეში და უფრო ძველი რუკებზე რომ დახედოთ, ეს უდაბნოები არ არსებობს, ეს გობი, უდაბნო გობი, უდაბნო სახარა, ეს უდაბნოები მოგვიანებით გაჩნდა. მოგვიანებით. ისიც იარაღის გამოყენების შედეგია. უდაბნოები იარაღის გამოყენების შედეგი. ვინც გადარჩა სარდაფებში, მოხდნენ ცოცხლად
ჩალუქულებია. ამიტომ ჩვენ პოულობთ ჩონჩხებს ჩამარხული პირველი სართულების ფანჯრებში და ხალხი, რადგან ხალხი ვერ გამოდიოდა თიხა ბეტონზე, უფრო სწრაფად ქვავდებოდა და ხალხს არ ჰქონდათ მაგის საშუალება გამოსულიყვნენ. გააქრა ბიბლიოთეკები. სად გააქრა ტარტარიის წიგნები? ჩვენ გვეუბნებიან, რომ მათ წიგნები არ ჰქონდათ, რადგან ხალხი ტარტარიაში იყო უცოდინარი, წერა-კითხვა არ იცოდა. ხალხი თუ გაიგებდა, რომ შეეძლოთ 300 წელი ეთხოვრათ, მათ მართვა გახდებოდა რთული, შეუძლებელი. მონური შრომა ძარღვებში ქარხნებში, მაბადია ვერ ამოვიკითხე. მონური შრომა ქარხნებში და ოფისებში ერთ დღეში დაინგრეოდა. ნაცისტებმა 1930 წლებში ტყულად კი არ მიისწრაფოდნენ ახალ შვაბიაში. მათ საიდუმლო არქივებში იყო ტარტარიის რუკები, რომელზეც ანტარქტიდა გამოსახულია ყინულის გარეშე, ქალაქებით და მჭიდრო მცენარეებით. იქ ყინულიანი ფენის ქვეშ შემორჩა დაუზიანებელი ენერგეტიკული ქსელები და ციმბირის ტაიგიდან ანტარქტიდაში მოყავდა სიგნალებს. სიგნალები მოდიოდა ციმბირიდან ანტარქტიდაში. მკვლევარები ამბობენ, რომ ანტარქტიდის ცენტრი მკვლევარები ამბობენ, რომ ანტარქტიდის ცენტრში არის განლაგებული ნული წერტილი, ანუ წერტილი ნული. მთავარი სერვერი დედამიწის ბიოლოგიური სიცოცხლის სამართავი. თუ მას გადაწყვეტავენ, ტარტარიის ძველი ბიოსფერო შეიძლება დაბრუნდეს, მაგრამ ეს ნიშნავს თანამედროვე ადამიანის სიკვდილს, რადგან ჩვენი დნმ ძალიან დაზიანებულია ძველი სიხშირეებისთვის, რომ გაუძლოთ ძველ სიხშირეებს. 1950-იან წლებში მსოფლიოს ყველა ქვეყნება უეცრად მოაწერეს ხელშეკრულებას ანტარქტიდაზე, რომელიც გრძალავდა ნებისმიერი სამხედრო და სამრეწველო მოქმედებას. ეს არის ერთადერთი მოლაპარაკება, რომელიც არასდროს არ იყო დარღვეული და რაც იცავენ იქ მასე მკაცრად. უდაბნო გობიში იყო ნაპოვნი კაფსულა, რომელიც იყო მასალისაგან და რომელსაც ვერ ხრեց ერთერთი ბურღი. უცნაური ის არის, რომ მან დაიწყო ვიბრაცია მიწის გულის ცემასთან ტაქტში. მის შიგნით დევს ის, რაც დაუბრუნებს ხალხს ჭეშმარიტ გარეგნობას და აიძულებს ცხოველებს ისევ ისაუბროს, ანუ ილაპარაკონ. რა არის ეს? ტარტარიის მემკვიდრეობა არ დევს ქვებში და გარშემო სამყაროში. ის პულსირებს ჩვენი კანის ქვეშ. ჩვენ ცივილიზაციის ნანგრევებზე კი არ ვცხოვრობთ მხოლოდ, ჩვენ თვითონ ვართ მისი ნაწილი, ოღონდ ვართ ღრმა ძილში. მეტროც აშენდა გამზადებულ ტუნელებში. მუშები მუშაობისას ნახულობდნენ უყვე წინასწარ გათხრილ ტუნელებს. საჭირო იყო მხოლოდ გაიწმინდათ ლამისაგან და დაეგათ რელსები. არქივში შემოინახა ინჟინრების დღიურები, სადაც ისინი აღწერენ სიცარიელებს იდეალური ცილინდრული ფორმისა, რომლის სიგრძე 10 კილომეტრია მოსკოვის ქვეშ. ეს იყო ტარტარიის სატრანსპორტო არტერიები. ისინი აკავშირებდნენ ვარსკვლავური ციხესიმაგრეებს ერთმანეთთან. მთელ მსოფლიოში ამ ტონელებში გადაადგილდებოდა ავტომატური პლატფორმები, რომლებიც მუშაობდნენ ეთერ ენერგიაზე. ანუ ეს ავტომატური პლატფორმები, რომლებიც გადაადგილდებოდა რელსებზე მუშაობდნენ
ეფირულ ენერგიაზე. ახალმა მთავრობამ გამოიყენა ამ სისტემის ნარჩენები და მოარგო ისინი მასიურ ტრანსპორტის ყოფისთვის. დღესაც, როდესაც იმყოფები სადგურ მაიაკოვსკაიაზე და კოსომოსკაიაზე, ეს მოსკოვშია, მოსკოვის მეტროში. მოსკოვის მეტროს სადგურებია, მაიაკოვსკაია და კავსამოსკაია. ხალხი გრძნობს ძალის უჩვეულ მოდინებას. ეს არის გამოსხივება უძველესი გენერატორებისა, რომლებიც ჯერ კიდევ არიან კედლებში ჩამონტაჟებული მიწის სიღრმეში. 1860-იან წლებში გაზეთებში ჩრდილო ფოსტა და მოსკოვის ამბები ჩნდებოდა განცხადებები ახალი ჯიშის ძაღლების გაყიდვაზე, რომლებიც გამოდგებიან საყარაულოდ და სამონადირეოდ. ამ დრომდე ძაღლები ქალაქებში იყო ნაკლებად და უცნაური ის იყო, რომ ეს ძაღლები თითქმის არ ყებდნენ. ისინი იყვნენ სპეციალურად გამოყვანილი ლაბორატორიებში, როგორც ბიოლოგიური ფილტრი. ძაღლებს და კატებს შეეძლოთ ნეგატიური ენერგიის შთანთქვა და შიშის სიხშირეებს აღჩობდნენ. ისინი გახდნენ ჩვენი ცველები აგრესიული გარემოსაგან, მაგრამ ამისთვის მათ მოუწიათ თავისი გონების დათმობა. ტარტარიაში ისინი იყვნენ ჩვენი პარტნიორები, დღეს კი ისინი არიან ჩვენი საშინაო ცხოველები. კიდევ ერთი დეტალი, რაც გვაკავშირებს ტარტარიასთან, ჩვენი სიზმრები, რომელშიც ერთხელ მაინც ჩვენი თავი გვინახია დიდ ქალაქში არაჩვეულებრივი არქიტექტურით, მფრინავი ობიექტებით და უცნაური ცხოველებით. ეს არის გენეტიკური მეხსიერება, რომელიც აქტივირდება, როდესაც ჩვენი ტვინი ითიშება თანამედროვე სამყაროს სიხშირეებისაგან ძილში. ჩვენ ვუბრუნდებით ტარტარიას. ჩვენი დნმ-ის ჩვენ დნმ-ს ახსოვს ის დონე კომფორტისა და უსაფრთხოებისა, რომელიც იყო ნორმა 200 წლის უკან. და ამით დამთავრდა ეს. მე ძალიან მიხარია, რომ შეგძელი ამ ვიდეოს თქვენთვის წარდგენა. მადლობთ ყურადღებისთვის. და დროებით დღეს მეთიშება ინტერნეტი, რადგან ერთხელ ინტერნეტი მაქვს ჩართული და შემდეგ ჩართვამდე.